თუ არ მოიტყუა კობახიძემ, როცა განაცხადა, რომ ქონდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ მოიტყუა, ამას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს, ხოლო თუ არ მოიტყუა, მაშინ გაუგებარია მოწმე რატომ არ შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში და ქალბატონ პროკურორს დაავიწყდა, აღენიშნა, შეეფასებინა ეს ნაწილი, სინამდვილეში მატყუარა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გვყავს თუ უბრალოდ მის დაკითხვაზე არ არის ნებართვა რუსი ოლიგარქისგან დაშვებული. დღევანდელი პროცესი რამდენიმე რამის გამო იყო მნიშვნელოვანი, მე ბოლო პერიოდში, მათ შორის თქვენს ეთერშიც ბევრჯერ მისვამდნენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი განწყობა ჰქონდა თავად პალატას და სხვა დაკავებულებს, სხვა პოლიტიკურ ტყვეებს და მე ვფიქრობ, განსაკუთრებით კარგი არის ის, რომ დღევანდელმა პროცესმა მოფინა ნათელი და გასცაპასუხი ბევრ კითხვას, რომელიც არსებობდა მათ შორის 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც. ვერ ვიტყოდი, რომ ბევრ კითხვას გასცაპასუხი, მაგრამ იყო მინიშნებები, იყო ნათქვამი, ლექსოსაც მინდა სხვათა შორის ამაზე ვკითხობ, ღალატზე იყო საუბარი მათი მხრიდან, მაგრამ არის რაღაც დეტალები, რაზეც მე მაინც მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება კიდევ უფრო ვრცელი პასუხებიც მივიღოთ არსებით განხილვაზე გადადის ეს საქმე, თუ არ ვწდები 8 დეკემბერს არის უკვე პირველი სხდომა ჩანიშნული, მე მგონია, რომ კითხვები მართლაც არ უნდა დარჩეს. მე გეთანხმებით სრულად, უფრო მეტიც მე მგონია, რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ცენდისის პატიმრებს, რომ ისაუბრონ საზოგადოებასთან და კომუნიკაცია ჰქონდეთ, რასაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გამგელებული ებრძვის კომუნიკაციის ყველანაირი წყაროს ჩაკეტვით, სასამართლოს ჩაკეტვით. სწორედ ამას ცდილობენ, რომ ეს ესე არ მოხდეს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რაც ეს კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. რაც შეეხება ამ ცნებებს, ღალატი და პროვოკაცია, მე ვფიქრობ, მათ შორის პაატა ბურჭულაძეს გამოსვლა, მირაკლი ბურჭულაძეს გამოსვლა დღეს ძალიან თქვათ მკაფიო შტრიხები შეიტანა ამ საკითხებში, სადაც ნათელი გახდა, რომ ნამდვილად საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა ღალატი და მოუწყო პროვოკაცია საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ხალხს, ათონის რეზიდენციასთან. ასევე ითქვა და ნათელი მოეფინა იმას, რომ 4 ოქტომბერი ზუსტად ისე როგორც იგეგმებოდა ქართული ხალხის მიერ, ქართული თავისუფალი საზოგადოების მიერ, ის შედგა და ის შედგა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე, ხოლო ის მოვლენები, რაც განვითარდა ათონელის რეზიდენციის ეზოში, ბუნებრივია, იყო ეგრეთ წოდებული ხელისუფლების უზურპატორების ბანდის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა მთავარი 4 ოქტომბრის მთავარი მოვლენა ეს არ იყო, მთავარი მოვლენა 4 ოქტომბრისა იყო ის, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან, ყველა ეთნიკური ეროვნული კრების მოწვევის შედეგად იქ შეკრებილმა საქართველოს მოსახლეობის უზენაესმა წარმომადგენლობამ თქვა თავისი სიტყვა და თქვა, რომ ის არ შეეგუება ხელისუფლების მიტაცებას ძალიან ვიწრო ჯგუფის მიერ, რუსი ოლიგარქის მიერ დაქირავებული ადამიანებისა და თქვა, რომ მზად არის ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღოს. ეს არის ბუნებრივი პროცესი და ლოგიკური პროცესი, ისტორიული ჟანრის კანონები ამას მოითხოვს, როცა ხელისუფლება მათ შორის არათუ არალეგიტიმური ხელისუფლება, არამედ ლეგიტიმური ხელისუფლებაც კი, როცა არღვევს იმ მანდატს, რომელიც მას ხალხმა მისცა და თქვენ კარგად მოგეხსენებათ ქართული ოცნება რა დაპირებებით და რა მანდატით მოვიდა ხელისუფლებაში, ხომ დაწყებული ადამიანის უფლებების პატივისცემით, დამთავრებული ევროკავშირში და ზოგადად დასავლურ ბევრად უარესი ვითარება, ვიდრე საერთოდ შეგვეძლო წარმოქმნა. რა თქმა უნდა და იოტის ოდენა ხინჯიც რომ არ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციაში და ლეგიტიმაცია, როგორც უკვე აღნიშნე, საერთოდ არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაშიც კი ბუნებრივია, რომ ნებისმიერი არც სინდისის მქონე ადამიანი თავად იტყოდა, რომ მე მჭირდება ან ხელახალი ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ სრულიად შევცვალე ის მანდატი და ის კურსი, რომელზე დაპირებითაც მოვიდე ხელისუფლებაში. მე არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე დასაქმებულ კობახიძეს ამისი ვაჟკაცობა ან ამისი სინდისი ეყოს. მე ისეთ დეგრადაციას ვუყურებ მისას, რომ ეჭვმეპარება, რომ რაიმე ნათელი წერტილი გამოჩნდეს მის ცნობიერებაში, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. კი, ნამდვილად გეთანხმებით, შეუძლებელია ეს ყველაფერი გაგრძელდეს დიდი ხანი. მთავარია, როგორ მოვიქცევით ჩვენ და როგორ მოიქცევა პოლიტიკური სპექტრი, ამაზე ვისაუბრებთ.